აბიტურიენტების უმრავლესობამ რეპეტიტორებთან მომზადება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მათი განმარტებით მხოლოდ სკოლის ცოდნით შეუძლებელი არის გამოცდებზე მაღალი ქულების მიღება. ამიტომ აუცილებელი არის დამატებით მასწავლებლებთან გადამზადება. რა არის მიზეზი და პრობლემიდან გამოსავალი, თემაზე ვრცლად ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორ-პედაგოგ ნანა ნიკოლაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ქალბატონ ნანა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენი შეფასებით, რა არის მთავარი მიზეზი, რომ აბიტურიენტების უმრავლესობა დამატებით რამდენიმე მასწავლებელთან ემზადება იმისათვის, რომ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს? აღნიშნული პრობლემა საკმაოდ უკვე დიდი ხანია, პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სკოლებისათვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა იმის განცდა, რომ აბიტურიენტი, რომელიც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე გრძნობდა უზარმაზარ პასუხისგებლობას. მოდი ავიღოთ პირველ რიგში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია და გამოვლენილია, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პრიორიტეტულად თვლის მაინც და მაინც ზოგადი განათლების შემდგომ უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან. ყველა ოჯახი ცდილობს, რომ მისმა შვილმა აუცილებლად სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს და ეს ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ, თქვათ, თვითონ აბიტურიენტის შესაძლებლობებს, ინტერესებს, საჭიროებებს, შემდგომში უკვე დასაქმებას და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე ეს ერთი პრობლემა, მეორე საზოგადოებრივი ზეწოლის, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი უხეშად იჭრება კონკრეტული მოზარდის პირად ცხოვრებაში, ეკითხებიან შედეგებს, თითქოს საჯარო ხდება ეს ინფორმაცია, რაც არ უნდა იყოს ასეთი ფორმით გასაჯაროებული და რა თქმა უნდა მოზარდს სტრესულ მდგომარეობაში აყენებს და მესამე ასპექტი ეს არის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომიკურში გულისხმობ მე გრანტის მოპოვების საკითხს, რომ მოზარდების უდიდესი ნაწილი, რომელიც თქვათ რეგიონში ცხოვრობს, გნებავთ ქალაქში, მძიმე ტვირთად აწვევათ თქვათ გადასახადი უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც არის გადასახდელი, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოიპოვონ გრანტი. ამავდროულად რატომღაც პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პროგრამა მუშაობს ამ მიმართულებით, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით და სწორად შერჩევასთან დაკავშირებით, მაინც და მაინც მოდის ტენდენციებს აყოლილები არიან ახალგაზრდები და ცდილობენ მხოლოდ მოდური ისეთი განათლება შეარჩიონ სამომავლოდ და ისეთი პროფესია, რომელიც მოდურია. ნაკლებად ითვალისწინებენ საკუთარ საჭიროებებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის იმის სირთულეს, რომ საკუთარ თავში ვერ ხედავენ საჭირო თავდაჯერებას და ძალებს იმის, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით მოახერხონ და ეროვნული გამოცდები დაძლევონ. ამიტომ ეს თავდაჯერება რომ გაიმყარონ, ისინი ცდილობენ, რომ რეპეტიტორთან იარონ. ქალბატონ ნანა, არიან თავდაჯერებული, წარმატებული აბიტურიენტებიც, რომლებსაც სკოლაში მაღალი ქულები აქვთ და ისინიც კი უფრო აქტიურად ემზადებიან. ამ შემთხვევაში სკოლას რა ფუნქცია აკისრია? სკოლასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სკოლაში მოსწავლე ღებულობს ზოგად განათლებას, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად განათლებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ზუსტად ის მომენტი, რომ გარდა თეორიული ცოდნისა, ზოგადი სააზროვნო უნარებიც უნდა ჰქონდეთ განვითარებული. აქედან გამომდინარე, თავდაჯერებული მოსწავლეც კი, როგორც გითხარით, მიმბაძველობა ძალიან გადამდები კომპონენტია და უკვე ღირებულებებშია გადასული, ღრმად ჯერა აბიტურიენტს, რომ თუ არ მოემზადა, რაც არ უნდა კარგი ცოდნა ჰქონდეს, ის სკოლის ცოდნით ვერ ახერხებს, ვთქვათ, გამოცდის ჩაბარებას. ხაზს უსვავ, ეს აბიტურიენტს ჯერა. ხოლო რაც შეეხება სკოლებს, მაგალითად, ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია თამამად თქვა, რომ მოსწავლეებს ვთავაზობთ, მე-12 კლასელებს განსაკუთრებით, სპეციალურად მოსამზადებელ პროგრამებს არაფერს არ ვთხოვთ განსაკუთრებულს, უბრალოდ მათ უნდა იარონ სკოლაში, დაესწრონ გაკვეთილებს და იქ ვთავაზობთ გაკვეთილის ფორმატში გარდა იმ პროგრამისა დამატებით კიდევ ვთქვათ, ამ პროგრამას, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოითხოვება, პროგრამულად ჩაშლის თავისი ტესტებით, მაგრამ ბავშვების უდიდესი ნაწილი
ან არ დადის სკოლაში, ან პერიოდულობით დადის, რაც საბოლოო ჯამში ვერ გვაძლევს იმ სათანადო შედეგს. ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, გამოწვეულია იქედან, რომ აბიტურიენტს აქვს ასეთი ღირებულება და ფასეულობა ჩამოყალიბებული. აბიტურიენტთან ერთად მშობელსაც და ის კომპონენტი, რომ ეს ღირებულებები დაინგრას, ხო, საკმაოდ დიდ მუშაობას მოითხოვს, წლებით მუშაობას, რომ ეს ღირებულებები შეიცვალოს. თუმცა ფიქრობ, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და აუცილებლად ძირეული ცვლილებების წავა. ჩემი დაკვირვებით არა მარტო აბიტურიენტები დადიან რეპეტიტორებთან, არამედ უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებიც და ხშირად მშობლები პირველ და მეორე კლასიდან ამზადებენ შვილებს მოსწავლებლებთან. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? განსაკუთრებით სერიოზულ კატასტროფას წარმოადგენს, როდესაც მშობელი იღებს გადაწყვეტილებას დაწყებითი საფეხურის მოსწავლე მიიყვანოს რეპეტიტორთან მოსამზადებლად. აქაც სხვადასხვა პრობლემები, აქაც სოციოეკონომიკური პრობლემები იჩენს თავს. რიგ შემთხვევაში მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვის ეკონომიკური უზრუნველყოფა ბევრად უმჯობესია, ვიდრე ვთქვათ მასთან მუდმივი კომუნიკაცია. იმიტომ რომ ვთქვათ საჭიროა სხვადასხვა რესურსების შეძენა და ასე შემდგომ. თუმცა ამ თვალსაზრისით მოუწოდებ მშობლებს, რომ ბავშვი, რომელიც არის ვთქვათ 6-7 წლის, თუნდაც 9 წლის, მას ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან. ისწავლოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის ზრუნვა და ამ ზრუნვის კომპონენტს სხვაგვარად ვერ ჩამოიყალიბებს ბავშვი, თუ მშობლისგან არ იგრძნო პატარა დახმარება ელემენტარული დავალებების შესრულების, ამ შესრულებული დავალებების ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით და აი ეს ძაფები წყდება და რატომღაც ბავშვები უკვე დაწყებითი კლასებიდანვე ეჩვევიან იმას, გადავიხდით თანხას რეპეტიტორთან და აუცილებლად ვისწავლე, რაც რა თქმა უნდა არასწორი დამოკიდებულება და საბოლოო ჯამში ძალიან გაუკუღმართებულ შედეგებს ვებულობ. და ბოლოს თქვენი შეფასებით რა არის პრობლემიდან გამოსავალი, რა რეფორმები უნდა გატარდეს? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პირველ რიგში სწავლა-განათლების თვალსაზრისით დაწყებით საფეხურზე მოსწავლე მივაჩვიოთ გამართულ კითხვას, იმიტომ რომ წერა-კითხვის გამართული უნარები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შედარებით გაიოლებულად ისწავლოს მოსწავლე, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალებები, ხშირ კომუნიკაციას მშობლების საკუთარ შვილებთან, გაკვეთილების შემდგომ შესასრულებელი დავალებების შემოწმების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, მუდმივ სიარულს სკოლაში. ბავშვი ინტენსიურად უნდა დადიოდეს სკოლაში და არა პერიოდულობით. ეს ყველაფერი მოგცემს იმის შესაძლებლობას ნამდვილად, რომ თანდათანობით მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაწყებით საბაზო საფეხურზე რეპეტიტორის საჭიროება არ დგას და მე უკვე დარწმუნებული ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისაც იქნებიან ძალიან ბევრი აბიტურიენტები, რომლებიც მიხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ მზადება ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდების ჩასაბარებლად. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ველისწყლის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.